ვინც MMA-ის თვალსადევნებს, განსაკუთრებით UFC-ს, საკმაოდ ბევრჯერ ექიმერა ნახი მსაჯების მიერ თვალსაჩინოდ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება, ან ისეთი საკამათო მომენტი, რომელიც ძალიან დიდხანს ყოფილა განხილვის საგანი, რაღაც მიზეზების და გამო. ესეთი აჟიოტაჟი მაგალითად ბოლოს ასპინალის და განის ბრძოლამ გამოიწვია, სადაც ტომს ორივე თვალში მწარედ მოხვდა თითები. ბრძოლა ვერ გააგრძელა და დანარჩენი თქვენს კარგად იცით. მაგრამ დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ მომენტებზე, რომელიც მსაჯების მიერ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებს ეხება და ბრძოლებს, რომლებზეც ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გაძარცვულია. ესეთ საინტერესო ამბებს კი იცით, რომ ჩვენ არხზე კროკოსთან ერთად უყურებთ. ჩემი ძმა კროკო აქ არის, თქვენ კი მოკალათით და დავიწყოთ. პირველი გვექნება ცოტა გვიანდელი, თანამედროვე ერის ერთ-ერთი გამორჩეულად საკამათო მომენტი. UFC 280, შონ ომალი პიოტრ იანის წინააღმდეგ. ომალი, რომლის წინამოწინააღმდეგეების ედი ვაინლენდი, ტომას ალმეიდა, კრის მოუტინიო და No Contest-ით პედრო მუნიო იყვნენ. მაშინ ორგანიზაციას სურდა, რომ ომალი დიდი სუპერსტარი გამხდარიყო. ამიტომ ეს ბრძოლა საკმაოდ დიდი ტრამპლინი იქნებოდა მისი კარიერისთვის. ამ დროისთვის პიოტრიანი მარტო ყოფილი ჩემპიონი არ ყოფილა. 10 მოგებიანი სერია ჰქონდა. იქამდე სანამ ალჯოს ეჭუბებოდა. წარმოუდგენელ ფორმაში იყო და ჰგავდა მებრძოლს, რომელზეც იფიქრებდი, რომ ამის მომგები დიდხანს არ გამოჩნდებოდა. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ სტელიქთა ბრძოლის დროს აი ეს არ გააკეთა. Look at him just pressing on the head here though. That's illegal. His knee was down. მოკლედ, UFC 280-ზე რა ხდება? დანა ვაიტმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ტიტულისთვის ბრძოლის შანსს უეჭველი მიიღებდა. ამიტომ ამამ ფსონების საკმაოდ გაზარდა. გონგის ხმაზე იანი მაშინვე წინ წაიწია. უტევდა ომალის ფეხებს, უკან ახევინებდა და ყველასთვის მოსალოდნელ ფავორიტს ჰგავდა. მაყურებელთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ პირველი რაუნდი იანმა წაიღო და ზოგადად სადავოები უკვე მის ხელში იყო. მეორე რაუნდი დაძაბული გამოდგა. ომალი გამოვიდა და ორჯერ გაუტარა იანს წარემარცხენა. ერთი წამი ჩანდა, რომ ბრძოლას დაასრულებდა კიდეც, მაგრამ იანმა უზარმაზარი ოვერჰენდით უპასუხა, რამაც ომალის კუთხეც გააოგნა. შემდეგ რუსმა ჭიდაობა დაიწყო. რამდენიმე თეიქდაუნის განახორციელა და კონტროლის დროც მიიწერა. მეორე რაუნდის ბოლოს დამკვირვებელთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ მეორე რაუნდიც იანმა წაიღო. შემდეგ მესამე რაუნდი დაიწყო. ომალი მუხლე გაუტარა, რამაც იანი მარჯვენა თვალის ზემოთ მძიმედ გაჭრა. რაღაცეები შეიცვალა. ომალი დარტყმებს ახორციელებდა, იან სისხლის დიოდა, მაგრამ ყოფილი ჩემპიონი წინ მიიწევდა. ბოლო წუთებში სულ თეიქდაუნებს ჩალიჩვავდა და ცდილობდა, რომ კონტროლის დრო მიეწერა. გაყოფილი გადაწყვეტილებაც გამოცხადდა. ომალის სასარგებლოდ. ორმა მსაჯმა ომალის სასარგებლოდ 29-28 შეაფასა. ერთმა კი იანს მისცა 29-28. რუსმა ბრძოლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაწერა ტვიტერზე, რომ გავარტყი მსაჯებსო. სეხუდომ კი ამ ბრძოლას ამ ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა უწოდა. ბრძოლის შემდეგ ომალიც არ იყო დარწმუნებული. როცა ჰკითხეს, მოიგო თუ არა, მან უპასუხა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბრძოლის ყურება სურდა. მან აღიარა, რომ არც კი იცოდა მოიგო თუ არა და ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილება მოესმინა. UFC 247, ჯონ ჯონსი დომინიკ რეიესის წინააღმდეგ. ჯონს თავის ქვემძიმე წონის ტიტული უკვე რამდენჯერმე ჰქონდა დაცული და ამ დროისთვის განიხილებოდა კიდეც როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამ სპორტის ისტორიაში. UFC 247-ის წინ, რა თქმა უნდა, ბევრი ელოდებოდა იმას, რომ ჯონსი რეიესს ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხებდა. მაგრამ ეს ესე არ ყოფილა. თავიდანვე რეიესი აგრესიულად გამოვიდა. სულ წნეხს და ზეწოლას ჩალიჩობდა, სუფთა კომბინაციებს უტარებდა და აკეთებდა იმას, რაც სინამდვილეში არავის გაუკეთებია. ჯონსი ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააყენა. მწარე დარტყმები, უკეთესი სტრაიკინგი. პირველი 3 რაუნდის განმავლობაში რეიესი აკონტროლებდა რაუნდა მომხდარიყო ოქტაგონზე. მესამე რაუნდისთვის რეიესი იგებდა ფეხზე ბრძოლას. სტატისტიკა მოგვიანებით აჩვენა, რომ მან 116 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა, განსხვავებით ჯონსისგან, რომელსაც მხოლოდ 104 ჰქონდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოუნსის 22 ბრძოლიან კარიერაში, როცა მოწინააღმდეგემ სტრაიკინგში ასე დაჯავნა. რეიეს რომ შეხედავდი, რაღაც სასწაულის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლები ტყუილად არ არის 5 რაუნდიანი. მეოთხე და მეხუთე რაუნდებში სიტუაცია სრულიად შეიცვალა. ჯონსმა ჭიდაობა დაიწყო, რამდენიმე თეიქდაუნი გამოუვიდა და ზეწოლა გაზარდა. რეიესი შესამჩნევად დაღლილი იყო. ჯონსი კი თავის საჩემპიონო უნარებს ავლენდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველანაირ გზას ეძებდა. ბრძოლა მორჩა და ორივე მებრძოლმა იფიქრა, რომ ეს ჩხუბი მოიგეს. ვერდიქტიც გაისმა. ერთსულოვანი გადაწყვეტილება ჯონ ჯონს. 48-47, 48-47 და 49-46. ბოლო მსაჯის მიერ დაწერილი ქულები ძალიან ყვიროდა. ჯო სოლიზმა ეს ბრძოლა 49-46 შეაფასა, რითაც ჯონს 4 რაუნდი მისცა ამ ჩხუბში. ბრძოლაში, სადაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ პირველი 3 რაუნდი უეჭველად რეიესმა მოიგო.
პრეზიდენტმა დანა ვაითმა ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან შედეგი რეისის სასარგებლოდ რაუნდების 3-2-ზე შეაფასა. ოქტაგონის გარშემო მყოფ 21 მედია საშუალების წარმომადგენლიდან 14-მა რეისის გამარჯვება ცნო და ჯო როგანმა საერთოდ თქვა, რომ 59-46 სრული სიგიჟე იყო და ამ არბიტრს აუცილებლად უნდა ჩამორთმეოდა მისი ლიცენზია. აი საბრალო რეისის კარიერა იმ ღამეს რადიკალურად შეიცვალა. მიატოვა მისი მწვრთნელი, MMA-ის დარბაზი, მომზადების ფორმულა მთლიანად შეცვალა. აი ამის შედეგები კი კატასტროფული იყო. გავიდა ბლახოვიჩთან და დანოკაუტდა. მეორე რაუნდში პროჰასკამაც გათიშა. მესამე ბრძოლაშიც იგივე მოუვიდა. მოკლედ, აი ესე იყო ეს ამბავი. სენთჰეგენი დილაშოუს წინააღმდეგ. მაშინ სენთჰეგენი UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კანდიდატად გაიჩითა სუპერბუქ ზონაში. დაბრუნდა მას შემდეგ, რაც სტერლინგთან წააგო და დაბრუნდა ძალიან კარგად, 2 ლამაზი ნოკაუტით. მისი სტატისტიკა 7-1-ზე იყო და უდიდესი ალბათობით თუ ამ ბრძოლას მოიგებდა, სატიტულო განაღდებული ჰქონდა. პირველივე წამებიდან სენთჰეგენის დარტყმები ზუსტი იყო. ის იყენებდა კიდურების სიგრძეს და კუთხეებს, რათა დილაშოუ დისტანციაზე შეენარჩუნებინა. უფრო სუფთა და ძლიერი დარტყმებით, მათ შორის მუხლით, აფერქათით და დიდი კონტრჰუკებით. სტატისტიკას რომ შეხედოთ, სენთჰეგენმა 128 ასათი აჯობა მნიშვნელოვანი დარტყმებით. გულშემატკივრების და მედიის უმეტესობამ ეს ბრძოლა კორის მისცა. 23 მედიის წარმომადგენელი და 17-მა ბრძოლა კორის სასარგებლოდ შეაფასა. როდესაც მსაჯების შეფასება ხმამაღლა გამოაცხადეს, ანუ დილაშოუს გამარჯვება მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, ამან ცოტა გაკვირვება გამოიწვია და სენთჰეგენი გაურკვევლობაში დატოვა. ამ ბრძოლის მერე რაც მოხდა, აი შედეგები ბევრად უფრო საშინელია. დილაშოუს მუხლის ტრამვის გამო კიდე 1 წელი გაუცდა. შემდეგ დაბრუნდა არჯამაინ სტერლინგთან, მაგრამ აღიარა, რომ მომზადების დროს მინიმუმ 20 ჯერ მაინც ამოუვარდა მხარი და სამკურნალო იყო. ის არ უნდა ყოფილიყო ამ გალიაში და ამ ბრძოლის შემდეგ პენსიაზე გავიდა კიდეც. ამასობაში სენთჰეგენი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დილაშოუმ რახან მოიგო, ის კვლავ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაება, ხოლო კორი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობდა, რომ მოიგო, პიოტრ იანივით უკან ჩამოვარდა და ჩამოჭოჭდა. რიგში ჩადგა და დიდხანს უსწრიდა თავის შანსებს. მან მიიღო ეს სატიტულო ბრძოლა 2025-ში. რამდენად მთლად დამსახურებულად, ეგ კიდე სხვა საკითხია, მაგრამ არ გაუმართლა. სატიტულო ბრძოლა დვალიშვილთან ჰქონდა. და მერე კი იცით ეგ ისტორია როგორც გრძელდება. რობი ლოულერი კარლოს კონდიტის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლად ითვლება. რობი UFC 195-ზე მოქმედი ქვემძიმე წონის ჩემპიონის სტატუსით იყო, რორი მაკდონალდსთან ლეგენდარული წლის ბრძოლის შემდეგ, ცნობილი თავისი სისწრაფითა და სასტიკი დარტყმებით. ლოულერმა კარიერის ბოლოს ხელახლა შექმნა საკუთარი თავი და წლების განმავლობაში ბევრი აღმასვლისა და დაღმასვლის შემდეგ ჩემპიონი გახდა. მის პირისპირ კარლოს კონდიტი იყო, ბუნებრივად დაბადებული მკვლელი, გულშემატკივრების საყვარელი თავდამსხმელი, მაგარი კარდიოთი და კრეატიულობით. კონდიტი ტიაგო ალვესზე გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა იმ ერთადერთი რაღაცისთვის, რაც მის რეზიუმეს აკლდა, საჩემპიონო ქამარი. კონდიტმა პირველივე რაუნდიდან შებერა. მან ლოულერი ჯებებით, დარტყმებით და კომბინაციებით დაცხრილა. ციფრებით კონდიტმა 176 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა ლოულერის 92-ის წინააღმდეგ, თითქმის 2-ჯერ მეტი. ძირითადად სადავოები ხელში შეიჭირა და ძალიან ბევრის აზრით 5 რაუნდიდან 4 მას უნდა წაეღო. მაგრამ ლოულერს უფრო მნიშვნელოვანი დარტყმები ჰქონდა. ყველა ჯერზე, როცა ის დარტყმას სუფთად უტარებდა, ამას მთელი არენა გრძნობდა. მისი დარტყმები ძალიან ფეთქებადი იყო, რამაც კონდიტის საკმაოდ დააზიანა. კუთხეში მიიმწყდია, ძალიან ძლიერ დარტყმები გაუტარა, რამაც მაყურებელი საერთოდ ფეხზე წამოაყენა. აი მეხუთე რაუნდი ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ველური რაუნდია. ორივე ძალიან დაღლილი იყო და ოქტაგონის ცენტრში მწარე დარტყმებს ცვლიდნენ. როდესაც ბოლო რაუნდის დრო ისათვლა დასრულდა, უმეტესობა ფიქრობდა, რომ კონდიტმა საკმარისი ძალისხმევა გასწია, რომ ეს ბრძოლა წაეღო. მედია საშუალებებიც ერთმანეთს ეთანხმებოდნენ. 22 მედიიდან 15-მა ჩათვალა, რომ ეს ბრძოლა კონდიტმა მოიგო, მაგრამ საჯებმა სხვაგვარად შეხედეს სიტუაციას. ოფიციალური ქულების მიხედვით 48-47 ლოულერს მისცეს, 48-47 კონდიტს და 48-47 ისევ ლოულერს, რამაც გამარჯვება რობის მიანიჭა. წნეხი ძალიან დიდი იყო. კონდიტს წაართვეს ის, რაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ეს იყო მისი უკანასკნელი რეალური შანსი ტიტულზე ბრძოლისთვის. ამ ბრძოლის შემდეგ მისი კარიერა არც ისე კარგად წავიდა და რა თქმა უნდა, რომ სატიტულო ბრძოლასთან ახლოსაც აღარ ყოფილა. მისი კარიერის მიმდინარეობა იმ ღამეს სამუდამოდ შეიცვალა. მოკლედ ამით ლოულერმა მეორედ დაიცვა ქამარი, მაგრამ მომდევნო ბრძოლაში ტაირონ უდლისთან 2 წუთში დაკარგა. კონდიტთან შესაძლოა მისი ბოლოს შესანიშნავი გამოსვლა ყოფილიყო ამ ჩემპიონატში.
მოკლედ ეს ამბავიც ასე იყო. ამად გარდა საკმაოდ ბევრი მომენტია, რომელზეც ხალხი დღემდე კამათობს, რომ შედეგები შესაძლებელია და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენ რომელი ასეთი მომენტები გახსენებათ კომენტარებში დაწერეთ, მე კი დღეს ამით გემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, პარემ მიალაიქეთ ეს ვიდეო თუ არ დაგეზარებათ, მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბა ჰე და აბა ჰო.